ელოდა დედობა და რაღაცა ხო არ გამოვა. არ დამიცდია. კარგი მეგობარი მყავს მე ერთი ექიმიკალი. ეკლესიიდან გამოვდივარ და მეუბნება, მანანა იციო, ნანამ მითხრა რომ ისი ძალიან კარგი გოგო ყავს, შენ რომ დგას დაახლოებით კერატიბი ისეთი სასიამოვნო და არავინ არ აყავსო და ამის თქმა და მეორე დღეს რო წავედი, არც მიკითხავს, ბავშვიც არ მინახია. ბავშვი სახში იყო მახინჯაურში ზემოთ. 6 თვის და რომ ვნახე ბავშვი და ვუთხარი, მოდი ჩემთან მეტი. დამადო თავი. ძალიან უდოდაშვილი, მეც ძალიან მჭირდებოდა თბილი ოჯახი. ყველაფერი მომცა აბსოლუტურად, რაც არის მშობლის მოვალეობა და რაც არ არის ისიც. რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო. არის ყოველ ჯერზე აურჩევ მანანას და შოთას. სხვა ადამიანმა მითხრა მე უხერხული კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის მისი მხრიდან. ეს გაბრაზებულ გულზე მომწერა თვითონ რომ ნაშვილები ხარ. ეგ იყო 2017 წელი. ხო, არ იცოდა. ეგ იყო 2017 წელი, ანუ გაბრაზებულ გულზე რომ რაღაც შეურაცხყოფას მიეყენებ ადამიანს. 3 წელია უკვე, იცის 25 წლის იყო და მითხრა, დედიკო, ძალიან მაინტერესებს. მითხარე პირდაპირ. დე სიმართლისთვის მზად ხარ შვილო? ჩემ მუცელში არის ჯეკი 9 ეს მე მითხარი სხვა. არ გამიჩენი ხარ. თორე შვილი ჩემი ხარ.